რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. თქვენთან არის ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. აქ ვინმე ხო არ მოკლეს? ვინმე ხო არ მიასანქცირეს? დიდი ამბები ყოფილა იმეჩი, ოდესღაც ტელევიზია რომ იყო. ახლა მიხდნენ პროპაგანდონები, რატომ გადახტა გემი და რამდენიმე დღით ადრე ირაკლი რუხაძე. იმათვისაც პროპაგანდის სანქცირებული ფაბრიკა ახლა შეეტენა, მიიწვიეს კრება და დაამშვიდეს თანამშრომლები, ნუ გეშინიათ, ხელფასი პრობლემა არ იქნება, საბანკო გადარიცხვით თუ არა, კონვერტები დაგირიგებთ მაინცო. ნუ კონვერტები თუ არა, კრიპტოვალუტითო. აგერ ბაჩიაშვილს ხო გამოაძრეთ ლამის მილიარდიო და მოგცემთო. მაგრამ შიში ოხერია. სანქცირებული ტელევიზია რომ ქვია, ხელფასის ფასიც იკლებს, სუქანი კონვერტისაც. კი, ილაპარაკებ deep state-ის მოხანათობაზე, მაგრამ ეხა მაგან რამდენი ხანი ჭამ. მოკლედ კიო, მოუკლავთ ვიღაცაო და თუ არ მოუკლავთ, მოუთხრიათ თვალიო. პროჭორელები კი ამ ხელა ლოგიკურ გზას თავისით ვერასოდეს გაევლიან, მაგრამ იქნებ კარნახს გამოყვნენ. სამ ატლანზე, სამ სპილოზე, სამ ვეშაბზე დგას მთელი თქვენი მსოფლო. ნადეჟდა, შალავატევე და ბატონი ბორია. უცებ იღვიძებ და აღმოაჩენთ, რომ სამივე მათგანი სანქცირებულია. ოღონდ ყურადღება, აი ეგ ჩაიწერეთ, უგნებავთ, რომ უკეთ მიხვდეთ. სამივე სანქცირებულია რუსული სიით. უფრო გასაგებად, სანქცირებულია რუსული საქმის კეთებისთვის. კიდევ უფრო გასაგებად გითხრათ, სანქცირებულია რუსობისთვის. ახლა დაიძრა რამე თავში. თუ არა, დატრიალდა. აი ისე თქვენ გაგიხმეთ ეგ სამკუთხედი თავი, როგორც ბაობაბი გაგიხმათ. ახლა ინტერესიანი მაყურებელი დააკვირდება ნადეჟდასა და შალავატევეს სტუდიებს. განათება რომ მოაკლდება ნელ-ნელა, გასაგები გახდება რომ დენის ფულის დაზოგვა დაიწყეს. მერე ვინმე პროპაგანდონი რომ დაწეს რომ გასტრონომში ადრე თითო შესვლაზე 250 ლარს ვზოგავდი და ახლა იძულებული ვარ 500 დავზოგო, გასაგები გახდება რომ სანქციები მართლა ამუშავდა. რაღა მაინც და მაინც ბრიტანეთმა იაქტიურა. კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს რომ შალვა რამიშვილი პრინც ენდრიუზე დიდი სექსუალური მოძალადეა, რომ ზაზა შათირიშვილმა ბევრი მაყურებელი წაართვა ჯერემი კლარკსონს, ჯაჯაინძემ დევიდ ატენბორო ჩაძირა რეიტინგით. ეგეცაა რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიტიკური შუღლი უფრო ყოფილა. იმედი ასე გვიხსნის და უნდა ვერწყმოთ. ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია იმედის მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. აი, როგორი ლიჩნინი პრიაზნი ჰქონიათ ნადეჟდასა და ბრიტანეთს ჯერ კიდევ 20 წლის წინ. და თურმე რისთვის იბრძოდა ნადეჟდა იმ 20 წლის წინ და რისთვის ებრძოდა ნადეჟდას გაერთიანებული სამეფო. და ბოლოს ამ ნადეჟდას შემქმნელმა და მფლობელმა, რუსმა ოლიგარქმა ნომერი 1. საქართველოში რომ აღარ დაედგომებოდა, მაშინ თავშესაფარი მაინც და მაინც ბრიტანეთში იპოვნა. პუტინის გულისა და კეთილგანწყობის თავიდან მოსაპოვებლად. Აი იქ ბრიტანეთში ალაგებდა საქართველოში революციისა და სისხლისღვრის გეგმებს. 2006 года грузинский телеканал «Имеди», принадлежащий миллиардеру Бадри Патаркацашвили, призвал людей выходить на улицы и пытаться влиять на политическую ситуацию. საქართველოში ვარ ესეთი პუნჩულა ბაბუა ვისა რა და ჩემი ბექგრაუნდი იგი თქო რუსეთში. ეგ აუდიო ჩანაწერები ყველას გვახსოვს, ნუ გონი ყველას. იქაური სამი სახლიდან ერთში სარეის საგრაფოში სულიდალია საერთოდ 2008 წელს. ნადეჟდას დამფუძნებელ მფლობელის რევოლუცია რომ არ გამოვიდა, მერე დაიწყო რუსეთმა მზადება ომისთვის. ნომერ პირველი რუსი ოლიგარქის გარდაცვალებიდან სამ კვირაში აფხაზეთში შეიყვანეს სარკინიგზო ჯარები და დაიწყეს რკინიგზის აღდგენა ოჩამჩირემდე. ღიად გამოაცხადეს რომ ეგრეთ წოდებული მირატვორცების დასაცავად აბრუნებენ რეგულარულ ჯარს გუდაუთის ბაზაზე და იქ მედესანტეებთან ერთად ავიაცია ჩააყენეს საბრძოლო. რუსეთის დუმასა და მთავრობაში შეიტანეს ოფიციალური მოთხოვნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. პირველად აღიარეს რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი მათი გამანადგურებლები, მათი რუსული იყო და ამას განზრახ აკეთებდნენ თბილისის ხელისუფლებისა და მისი დასავლელი მეგობრების. კერძოდ ვიზიტი ჩამოსული ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის დასაშინებლად. ეს აღიარეს. დიახ, საქართველოს ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯის ქრონოლოგია იმდენად ლოგიკურადაა დაკავშირებული და ისე დროშია შეკუმშული, რომ მისი პირველი ფაზის 2006-8 წლების ნადეჟდას მფლობელის ლონდონს გადახვეწილი პირველი რუსი ოლიგარქის იქიდან ამოგდება და ამოშლა არის შეუძლებელი სრულად.
ისევე როგორც მეორე რუსი ოლიგარქის ამოშლა მეორე ფაზიდან 2011-12 წლებიდან. და მაშინ იქნებ მარტივ კითხვას უპასუხოთ. რატომ გარბოდა თქვენი დამფუძნებელი ოლიგარქი მაინც და მაინც ბრიტანეთში? რატომ გადაიბარა შემდეგ თქვენი წილები ბრიტანეთის მოქალაქე რუხაძე? ამენ წელი გებრძოდათ ბირთვული სახელმწიფო, გაერთიანებული სამეფო და აქამდე ვერ დაგამარცხათ. პროპაგანდონობის ორი მთავარი სპონსორი, ირაკლი რუხაძისა და ვიცია ჯაფარიძის ჩახტომა გემიდან ნიშნავს ერთს. Deep State-თან ბრძოლაში, რომელშიც დიდი რიხი ჩაებდნენ წლების წინ, რომელშიც დიდი რესურსი ჩადეს და ცხოვრების მთავარ ამოცანად გამოაცხადეს, ვიღაცა ან მოკლეს, ან ახლა თქვენ გამოიცანით ვინ და მერე გამოიცანით ვინ იქნება შემდეგი. არა, შემდეგები უკვე მეორე დღეს გავიგეთ. ნადეჟდას ბორდელები გაიქცნენ. მიმართეს რესრს დაჩქარებული წესით გაგვიყვანეთ ბორტიდან, თორემ პური ვეღარ გვიყიდია ჩვენი ვიზა ბარათებითო. ნადეჟდასა და შალავატევეს მკერდით გადაეფარნენ მერე მთავარი პროჭორილელები. ყველანი აი რიგში ჩადგნენ და აღარ დაამთავრეს. სრულიად უსაფუძვლო კიდევ ერთხელ თავდასხმას. დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი. ნათელია, რომ იმედი სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს. არის ჩვეულებრივი რაცა ფაშისტური მიდგომა. ესო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაო, ბრიტები დემოკრატიის აზრზე არ არიანო. ხომ ამბობდით მასონები მართავენ მსოფლიოსო. ვერ დაგვიმტკიცებთ დეზინფორმაციას რომ ავრცელებენო. ეგენი თავისუფალი სიტყვის მებაირახტრეები არიანო. ლონდონში თუ არა ჩელიაბინსკში მაინც უყურებენ ჩვენს სასიქადულო ქრონიკასა და პოსტ-ანალიტიკასო. ჩარლზმა საკუთარ BBC-ს მიხედოს და მალე მოგვიხადოს ბოდიშიო. ერთი რამე მაინტერესებს პროჭორილელებო. თუ ეს ტელევიზიები დამოუკიდებელია, თქვენგან დამოუკიდებელი. შალავატევი კი საერთოდ ოპოზიციურია, რა კი საპარლამენტო ოპოზიციის ბურჯი ძალძის ხალას წევრი ვიცია ჯაფარიძის იყო აგერ ბოლო დრომდე. სანამ რუხაძესა და ვიციას უზენაესი ბორისის გადაწყვეტილებით არ გადააფორმებინეს წილები, რომ სანქციები არ შეხებოდათ. აგერ მე და აგერ თქვენ. რუხაძემ სანქციების ამბავი იცოდა წინასწარ. ხო და იმას ვამბობდი, თუ ეს ტელევიზიები დამოუკიდებელი და ოპოზიციურია, თქვენ რა ქოცი გეწვით? პაპუაშვილებო, კობახიძეებო, წილოსნებო, კირცხალიებო, მაჭავარიანებო, რა ვინ ხართ კიდე? თქვენ რაღაც ნერვიულობთ. რუსთავი ორს რომ იტაცებდა ბორია, ნამდვილ რუსთავი ორს. მაშინ ხო იძახდით, რა ჩვენი საქმეა, ჩვენ რატო გვისაუთ მაგ კითხვას, მედიის საქმეებში არ ვერევით, სამეურნეო დავა მხოლოდო. ხომ იძახდით? მთავარი არხი რომ დაიხურა, მაშინაც ხომ იძახდით, რა ჩვენი საქმეა, ჩვენ რატომ გვისაუთ მაგ კითხვებს, მედიის საქმეებში არ ვერევით, ფინანსური დავა მხოლოდ. მაგასაც ხომ იძახდით? აბა ახლა რატომ გადაწყვიტეთ, რომ მედიის საქმეებში უნდა ჩაერიოთ? იჩივლებს ნადეჟდა, იჩივლებს შალავატევი ჯერ თბილისის შემდეგ ლონდონის სასამართლოში და დაველოდოთ გამოძიებას არა? მრავალწლიან მუშაობასა და წვალებას შეიძლება თურმე ასე ერთი განკარგულებით ხაზი გადაესვას. დღეიდან საქართველოში მუშაობენ ORT-ს, ზვეზდასა და რაშა ტუდეის ქართული ვარიანტები და ეს უკვე ბეჭე დასმულია მისი უდიდებულესობის მიერ. God save the king. და რა ეშველება ახლა მაგ სანქციებს? გამოსავალია პროპაგანდონული ტელევიზიების დახურვა, ან რეჟიმის შეცვლა ქვეყანაში, რაც ბუნებრივად ყველაფერს ხვასთან ერთად გააჯანსაღებს მედია გარემოსას და უბრალოდ გაანიავებს თქვენს დაყენებულ სუნსაც. არ მაქვს იმედი, მაგრამ იქნებ. ახლა მაინც მიხვდეთ, რომ არასწორ მხარეს გახართ და განმარტო ისტორიის არასწორ მხარეს. არასწორი კერპები ყავთ არჩეული. წმინდა ბორიამ დიდარმა ამდენ წელი გათრიათ, მაგრამ ბოლომდე ვეღარ დაგიცვათ. ამიტომ ახლა სხვა კერპები და ხატები ყავთ საპოვნელი. ასეთი კი ერთადერთი დაგჭათ. პროპაგანდონების მთავარი მეოხის წმინდა ტიგრან კეოსაიანის ხატი იყო სამიერიდან თქვენი მფარველი, ნადეჟდა და შალავატევი. ეს იყო ვაშე გადაცემა სპეციალური გამოშვებით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.